მოგესალმებით ძვირფასო მაყურებლებო, აი ასეთი სასწაული ლოკაციიდან როვილში ვართ და სასწაულები გრძელდება. სასწაულები თავისთავად ხდება, ანუ მე კი მქვია სასწაულების მაძიებელი დავირქვი ესეთი სახელი, მაგრამ რეალურად კი არ ვეძებ თავისით ხდება ერთ-ერთი ესეთი სასწაული აგერ მოხდა. ადამიანი, რომელთანაც რამდენიმე თვეა საუბარი მინდა და ინტერვიუ მინდა. შემთხვევით შემხვდა და ამ შანსს ხელიდან არ გაუშვებდი, იმიტომ რომ ეს თემა არის წინაპრებს ეხება და წინაპრებთან ძალიან ასე ვთქვათ რაღაცა ძლიერი კავშირი მაქვს მეც და ჩვენ ქართველებს ზოგადად და ეგ თემა ძალიან მნიშვნელოვანი მგონია რომ არის. არა მარტო მე თან ძალიან ბევრ ფსიქოლოგს, არაფსიქოლოგს მიიჩნევენ რომ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ენერგიის წყარო არიან სწორედ ჩვენი წინაპრები და ძალიან მნიშვნელოვანია რომ აი ამ ფესვებში ჩავიდეთ და ეს ფესვები რაღაცნაირად გამკურნოთ, ასე ვთქვათ და დღეს ჩემი სტუმარი იქნება და ჩვენ ორივენი აუროვილის სტუმრები ვიქნებით. ანა ანთაძე, წინაპართა საგვარეულო ხაზის კურნალი. ხო? ძალიან კარგი ის არის, რა ქვია. სახელწოდება. მადლობა. მადლობა. კეთილი ტკბილი წარდგენისათვის. ხო, ეს თემა მგონია რომ ძალიან მნიშვნელოვანი და საჭირო არის და იმით უმეტეს ამ წინა სააღდგომო პერიოდისთვის ვფიქრობ რომ კარგი იქნება თუ ჩვენ მაყურებელს, ქართულ მაყურებელს მივაწვდით აი ამ ცოდნას და ინფორმაციას იმის შესახებ თუ რა არიან ზოგადად წინაპრები, ვინ არიან წინაპრები, როგორ ვართ მათთან დაკავშირებული, რა მიზეზშედეგობრივი კავშირი არის ჩვენსა და წინაპრებს შორის, გარდა იმისა, რომ ოკეი, ანუ გაგვაჩინეს, დატოვეს, რაღაც სახლი აშენეს, ხედარგეს, გააჩინეს ბავშვი და დამთავრდა საკითხი თუ კიდე გრძელდება და აი ბოლო პერიოდიდან ძალიან ხშირად ვფიქრობ ხოლმე მაგაზე, რომ ეს კარმის ფილოსოფია და ცნება რაც არის რა, აქეთ აღმოსავლეთში დიდი ხანია ცნობილი და აქეთ ახლა გენეტიკა რაც დასავლეთიდან მოდის, მგონია რომ ერთმანეთს რაღაცნაირად ძალიან კვეთენ. მაგრად გავს თან ერთმანეთს, ახლა ბოლო პერიოდია გენეტიკაში გამოჩნდა ეგეთი ცნება, რასაც მიძინებული გენები ქვია, რაც არის რაღაცა გენეტიკური ინფორმაცია, რომელიც რაღაც კონკრეტულ სიტუაციაში შეიძლება გაიხსნას. კარმაშიც არის ეგეთი ფუნქცია, არსებობს რაღაცა დახურული კარმა, რომელსაც თუ რაღაცა ტრიგერი შეეხება, მერე გაიხსნება და აი ძალიან ბევრი ის არის მნიშვნელოვანი გადაკვეთები და წინაპრების კარმასაც თუ რაღაცნაირად გამკურნავთ და გადავხედავთ, მე მგონია რომ ბევრ პრობლემას, რასაც დღეს ვეჩეხებით რა, ზოგადად ქართველები, უბრალოდ თავიდან ავირიდებთ ძალიან მარტივად თან. ეს არ არის ისეთი რთული სამუშაო, ისეთი რაღაცა ქვის თლასავით არ არის, რაღაცა ნატიფ ველზე უმუშაოს და ნატიფ ველზე პატარა ცვლილების შეტანას შეუძლია უკვე აი გამოვლენილ სამყაროში ძალიან დიდი შედეგები მოიტანოს რა. ეხლა შემიძლია ჩაგერთო და ძალიან მომწონს შენი დაკვირვება.
კარმას და გენეტიკური თემის კვეთაზე. ძალიან საინტერესო არის, ხანდახან ვუყურებთ კარმის მცნება, შეიძლება რაღაცა აბსტრაქტული ცნება იყოს და კარმა არის ძალიან კონკრეტული და მარტივი პრაქტიკული ფენომენი. ეგ არის მიზეზშედეგობრიობა. ეგ არის კარმა, მიზეზშედეგობრიობა. ანუ არ არის კარმის მჯერა თუ არ მჯერა, იგივენაირად როგორც მჯერა თუ არა მიზიდულობის ძალის. ანუ მიზეზშედეგობრიობა არსებობს, ეგეთ კანონის ქვეშ ვარსებობთ ადამიანები, როცა ვიბადებით ამ სამყაროში. ამ მიზეზშედეგობრიობის ქვეშ, ანუ რას ნიშნავს მიზეზშედეგობრიობა? მე რა თესლსაც დავთესავ, იმას მოვიმკი მერე. ანუ ის გაიზრდება შესაბამისად. მანგოს თესლი ვერ გაიზრდება ვაშლის ხერით, ანუ ვაშლს ვერ გაზრდის პირიქით. ასე შემდეგ თუ ასევე მე რაღაცა დავთესე და არ მოუარე, ან რაღაცა დაავადება შეაჩნდა და მე იმ მომენტში ყურადღება არ მივაქციე, ან მზე დააკლდა, ან წყალი დააკლდა, მე ყურადღება არ მივაქციე, არ იქნება კარგ მდგომარეობაში, შესაბამისად ის მცენარე არ აღორძინდება. აღმოცენდება კარგი და ჯანსაღი. ეგეთი არის, ანუ ეს არის ახლა ალეგორია, მაგრამ ეს არის მიზეზშედეგობრიობის ძალიან მარტივი რაღაცა მაგალითი თვალნათლიურად ყველამ შეგვიძლია გავიგოთ. მაგრამ ეგ პრინციპი ვითარდება ასევე ჩვენს საგვარეულო ხაზზე. ანუ ჩვენ საგვარეულო ხაზებში ისტორიაში თუ რაიმე დაითესა, ვთქვათ, აგრესიით, okay, და ის აგრესია ვთქვა და იმ ახსენებდი, მანამდე ვლაპარაკობდით და ახსენებდი, რომ სხვადასხვა ხაზებს შორის რაღაცა წყევლები რო არის ხოლმე, ან საგვარეულო ხაზების ერთმანეთთან გადამტერება, რაღაცა მომენტში, ვთქვათ, კონფლიქტი წამოიწყება და თუ ამის მოგვარება არ ხდება იმ მომენტში, გრძელდება საგვარეულო ხაზებს შორის. რაღაცა მომენტში შეიძლება ის თემები დაიშალონ კიდევაც, საერთოდ აღარც ნახონ ერთმანეთი, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მეხსიერებიდან ამოვიდეს არაცნობიერი მეხსიერებიდან. ანუ ის რჩება, იმისი გავლენა მაინც გრჩება ჩვენ, ნეგატიური გავლენა ამ შემთხვევაში. უბრალოდ მე გაუცხოებაში ვართ ამასთან და ეს ვლინდება სხვადასხვა ასპექტებში ჩვენს ცხოვრებაში, უბრალოდ ჩვენ ცნობიერად აღარ ვიცით ეს საიდან მოდის. ანუ აი ბოდიში ეს კარმასთან რო ჩავიდეთ, ახლა ეს კარმა არ არის მარტო ჩემი მოქმედების შედეგი, ხო? არა, შენი კოლექტივის არის. წინა თუნდაც ანდაზა გვაქვს არაჩვეულებრივი, რომ ბაბუის ნაჭამმა ტყემალმა შვილიშვილს მოსჭრა კბილიო და ბევრი ადამიანისგან გამიგია, რომ უსამართლოა. უსამართლო, ანუ ეს შეგვიძლია ჩვენი არჩევანი არის, როგორ მიუდგებით მოცემულობას. ხო. მოცემულობა ის არის ჩვენ ახლა ეს სამართლიანად უსამართლოს მიგვაჩნია. მოცემულობა ის არის, რომ ჩვენ ვართ ნაწილი მთელის. ჩვენ ვართ ნაწილი, აი, წინაპრულ ასპექტზე თუ ლაპარაკობთ, ამ შემთხვევაში ძალიან კონკრეტულად მე ინდივიდი ანა ასევე ვარსებობ, ეგეც რეალობა არის, მაგრამ არ ვარსებობ განყენებულად ჩემი საგვარეულო ხაზებისა. იქიდან გამომდინარე, რომ მე გენეტიკურად და მხოლოდ ჩემი წინაპრების მეშვეობით დავიბადე ამ სხეულში, მე უკვე მეძლევა პასუხისმგებლობა იმისი, რომ მაგათი მეშვეობით მოვედი ამ ცხოვრებაში, ეს ნიშნავს, რომ მათ ინფორმაციებით მოვდივარ. არ ვიბადები ცარიელი ფურცლიდან, ეს უბრალოდ ეგრე არის, შეიძლება ამაზე ვიწუწუნოთ ან არა, ეს ჩვენი გადაწყვეტილება არის, მაგრამ ეგრეა, okay? მივიღეთ რეალობა. თუ მივიღეთ რეალობა, რომ ეგრე არის, ეს ნიშნავს, რომ ამ ჩვენს წინაპრული მოცემულობიდან ამიანად ვიღებთ კარგსაც და ცუდსაც, okay? ჩვენზე არის მე თუ კარგს მივიღებთ, აღარ მექნება, აი, სახლი დამრჩეკა, ის ული ჯანმრთელობა ყველაფერი უსამართლო აღარ არის. კი, უსამართლო აღარ, მაგრამ ანუ ორივეს ვიღებთ. და მე ჩვენზე არის თუ ისეთ ხაზში ზოგი ვიბადებით უფრო რთულ ვითარებებში ვიდრე სხვები, ანუ კარმული მაგრამ ჩვენზე არის მე როგორ ვუდგებით ამას, იმიტომ რომ არ არსებობს გამოწვევა და პრობლემა, რასაც არ ქონდეს გამოსავალი. თავარი არის რომ ჩვენ არ ვიყოთ მარტო არ გქონდეს ეს ინდივიდუალური მიდგომა, რომ მე უნდა გავაკეთო ეს მარტო, მე არაფერი არ მეშველება, შენ მარტო ვერაფერს ვერ გააკეთე. რაღაცა მსხვერპლის როლში არ უნდა იყო ამოცემულობასთან, ხო? და უნდა გქონდეს მხარდაჭერა. მხარდაჭერა წინაპრული, აი ამ კუთხიდან შეგვიძლია ვიპოვოთ წინაპრებთან, ოღონდ უნდა მიუდგეთ ისე, რომ დაუკავშირდეთ მათ, ვისაც შეუძლიათ ჩვენი მხარდაჭერა, სადაც არის და თუ ვთქვათ არეულობები არის ჯერ კიდევ ხაზში, საგვარეულო ხაზებში, განკურნოთ, დრო სჭირდება შეიძლება რამოდენიმე კვირა ან რაღაცა დრო ყურადღება, ენერგია, მაგრამ როდესაც ეგ განიკურნება, მე გაქვს ძალიან დიდი მხარდაჭერა. ანუ
როგორც ვთქვათ, ხო ვერ ირბენ სწრაფად, როცა რაღაცა დააგიზიან და ფეხი, ხო? ანუ დრო სჭირდება, ყურადღება, ხო, რაღაცა სიმძიმეს არის. ყურადღება სჭირდება დრო, მიეცი, განკურნე, რაღაცა კარგად იყოს და მე შეგვიძლია ირბინო. ანუ ეგეთი რაღაცა არის, მხარდაჭერა გჭირდება. როდესაც ჩვენ ვცლით, თქვათ, იქ მივაქცევთ ყურადღებას ამ მოცემულობიდან, რომ შეიძლება ხა არ მოგვეწონა რომ დავიბადეთ რაღაცა ტრავმებში, მაგრამ ნუ ეხა ეგრე არის. გამკურნეთ, მაგრამ მე და ამავდროულად შეგვიძლია რომ იმ სიმდიდრესაც მივადგეთ. და ეგ არის ერთგვარი, ანუ როდესაც ჩვენ ვცხოვრობთ და ვახორციელებთ იმ სიმდიდრეს, რაც არის ჩვენს წინაპრების მიერ მოცემული და ჩვენს გენეტიკაში, ანუ ჩვენ ვართ ამის სახეები. რაც უფრო მეტად და აქტიურად ამას ვახორციელებთ და ვცხოვრობთ ჩვენს ყოფაში, ჩვენს ყოველდღიურობაში, რაც უფრო მეტად ამას ვაზიარებთ სხვებთან და სამყაროში, მით უფრო ძლიერდება ასევე წინაპრული ხაზები. ხდები, როგორი არის? ესეც თავისთავად კურნების ერთ-ერთი მეთოდიკა არის. შენ როდესაც შენ წინაპრული ხაზის საუკეთესო თვისებებზე აძლიერებ და აქტიურად ცხოვრობ, იქნება ეს ხელგაშლილობა, თუ რაღაც განსაკუთრებული თვისება მკურნალის, თუ იქნება ეს უბრალოდ რაღაცნაირი სიყვარულის, არ აქვს მნიშვნელობა როგორი კონკრეტული და თუ როგორი აბსტრაქტული იქნება ეს რა. ყოველ ხაზს თავისი რაღაცა განსაკუთრებული ძალა აქვს. როდესაც შენ ამ ძალას აქტიურებ და შენს ცხოვრებაში შემოგაკ ყოველდღიურობაში, ესეც არის ერთგვარი მათზე ზრუნვა და მათთვის პატივისგება და ძლიერდება. ერთ-ერთი პირველი, რასაც შეხება მქონდა, იყო ოჯახური სისტემური განლაგება, ისიც ძალიან ჯადოსნური და მისტიკური თავგადასავალი იყო და ვიყავი ერთ-ერთი ადამიანის შვილის როლში და დედა იყო კლიენტი, ასე ვთქვათ რა და ნუ ეგეთი кейსი იყო, რომ შვილი არის ძალიან ნიჭიერი, კარგი პროგრამისტი, რაღაც ესეთი, მაგრამ არაფრის კეთება არ უნდა რა, ზის სახლში და არაფრის კეთება არ უნდა რა, საერთოდ არის ესე თავისთვისო რა და როდესაც დედა ეუბნება რომ მიდი შვილს შეგიძლია გააკეთე, არაფერს არ აკეთებს რა. და ამაყენეს ამ შვილის როლში ჩემთვის საერთოდ უცხო არის ეს ადამიანი რა. და აი ესეთი საოცარი რაღაცა ხდება რა. ვდგავარ ამ ენერგეტიკულ ველში და მეუბნება ფასილიტატორი რომ აი წინ გადადგი ნაბიჯი და ვერ ვდგავ ნაბიჯს რა. აი დამძიმებული მაქვს ფეხები თითქოს აი ლურსმნები ვით არის ჩაკირული და არ შემიძლია ამ ნაბიჯების გადადგმა რა და ნუ მე ამან შემოიყვანა ველში რაღაცა იმის მამა, იმის მამის მამა, იმის მამის მამა და იქ რაღაცა კონფლიქტი ხდება რა და ეს რომ მეკითხება ნაბიჯს რატო ვერ დგამ წინ, აი უკან ტრიალდები და რაღაცა სიმძიმის შეგრძნება მაქვს და ამიტომ წინ ვერ მივდივარ, იმიტომ რომ უკან ტრიალდები ეს რაღაცნაირად და ნუ მოკლედ იქ რაღაცა პროცედურები ჩატარდა რაღაცა იმან ვიღაცას რაღაცა აპათია, იმან რაღაცა მიუტევა სიყვარულის კავშირი აღდგა ისევ და აი ზურგში რაღაცნაირად იმხელა ენერგიის დარტყმასავით ვიგრძენი რომ აი გაქცირბილი მომინდა მართლა აი ზურგიდან თითქოს ეს მაწვებოდა დიდი ენერგია და შეგიძლია ნაბიჯის გადადგმა მეუნებია ნაბიჯის გადადგმა კი არა აი რა არ არსებობს წინაღობა რომელსაც ვეღარ გადაუვლედი და იმაშინ ისე ნათლად დავინახე ისე აი რაღაც მთელი სხეულით გავისი გრძეგანია ეს წინაპრების ძალა რომ აი მის მერე ეგ თემა არის ჩემთვის ძალიან ისეთი ნიშნულოვანი ასე ვთქვათ რა და ის უბრალოდ ეხა ეს იმიტომ გამახსენდა რომ აი სწორი ნათქვამი იყო რომ შეიძლება ირბინო რა როცა ხარდაჭერას გრძნობო და ჩვენ შემთხვევაში რა მოხდა რატო დაინტერესდი ამ თემით გქონდა რამე ესეთი გარდამტეხი მომენტები იცი რა მათე ესეთი რაღაცა ერთი მომენტი რის მერეც უცებ შემოვიდა რაღაცა ესეთი მხოლოდ ერთი გარდამტეხი დიდი ვერ ვიტყვი რომ მქონდა იყო უფრო აი რაღაცა მთელი ცხოვრების განმავლობაში რომ გაინტერესებს რა ხდება შენს შიდა სამზარეულოში ოჯახში რომ აკვირდები რომ რაღაცა ვთქვათ თუ არის არაჯანსაღი დინამიკები და ხვდები თან რომ იცი რომ ძალიან უყვართ ერთმანეთი შენ ანუ უყვარხარ რა შენებს ძალიან და სიყვარულის ნაკლებობის ბრალი ეგ არ არის როგორც ნაკლო უბრალოდ აი რაღაცა არის რაც ამძიმებს ამ ველს იქნება ეს ასევე საზოგადოებრივ დონეზე საქართველოში უფრო დიდ დონეზე აი ეს ნელ-ნელა მიმიყვანა ამან და როდესაც მე პირველად დავკავშირდი ჩემს წინაპრებთან პირველად დედის ხაზთან მქონდა ეს კავშირი და ძალიან ისეთი ძლიერი კავშირი იყო მაგან იმ ხელა
დადასტურება მომცა იმისი, რომ პირდაპირ გავლენა აქვს მაგ ველს ჩვენზე და ჩემზე, იმიტომ რომ უცებ წამოვიდა თემები, აი ვთქვათ დედასთან უცებ აი ის თემები, რაც ძალიან დიდი ხანია გონია, რომ ნუ ვეღარ აი ვთქვათ რაღაცა თემებში არსებობს გაუგებრობები და გონია, რომ ხშირ შემთხვევაში სამწუხაროდ ყველაზე ჩვენთვის საყვარელ ადამიანებთან არის ხოლმე ეს, რომ გონია, რომ აი ოკეი, ვეღარ გადალახეთ რა, ეს რაღაცა იგივე მეორდება. ეს არის სხვათა შორის ერთ-ერთი სიმპტომი და ინდიკეიტორ მანიშნებელი, რომ წინაპრული თემა არის რაღაცა თუ მეორდება. ეგ ერთი კლასიკური ის არის მინიშნება, რომ წინაპრულია თემა. და ვთქვათ უცებ, ოკეი, მან რაღაცა სასწაულობრივად რაღაცა მოდის პასუხი ისეთი, რაც ამოვარდნილი არის იმ pattern-იდან. ხდები და გახსენებს, ანუ გიდასტურებს. სამყარო ყოველთვის პასუხობს იმითი თუ სადაც მიდიხარ, პასუხობს, კი, აქ ახარ. ამიტომ მე ხა ჩემიდან გამომდინარე შემოbrunებ და ვიტყვი რომ რჩევა ის არის ყოველთვის გავხადოთ ეგეთი რაღაცეები გამოვცადოთ ჩვენ თვითონ იმიტომ რომ როდესაც შენ თვითონ შედიხარ მაგ გამოცდილებაში როგორც შენ ახლა მოყევი ეს შენი გამოცდილება სხვანაირად ანუ ხვდები მაგის სიმართლეს და სინამდვილეს. ერთი არის რომ აი ვიღა თეორიულად გაიზიარებ და საინტერესო ამბავი არის, ხო ლაპარაკობ და საინტერესო ამბავი არის. მე მგონია რომ ხო ალბათ არსებობენ წინაპრები და საინტერესო რაღაცებზე ლაპარაკობ. არა, რა ვიცი, მაგრამ სხვა რაღაცა არის რაღაცაზე ფიქრი, ანუ ლაპარაკი და სულ სხვა არის როცა გამოცდილებაში მიიღებ და შენ თვითონ გამოცდი და უკავშირდები. იმიტომ რომ მაგ დროს აი ამ გამოცდილებისას უკვე გიმტკიცდება მართლა არსებობს ეს და შენ თვითონ შენ ცხოვრებაში შენ შეიძლება ახლა მოუყვა ძალიან ბევრი მაგალითები ჩემთან რა მოხდა მაგრამ შენთვის მოხდება ის რაც შენ ცხოვრებაში უნდა მოხდეს რაც შენთვის იქნება ჯადოსნური ხდები? შენი დაკავშირება როგორ მოხდა აქ აურობასთან? ორავილთან? ხო. ძალიან საინტერესო არის. ადრე ბერლინში რო ცხოვრობდი, ერთი 10 წლის წინ პირველად გავიგე ჩემი, მაგ დროს სადაც მუშაობდი, ის ქალი იყო დაკავშირებული ორავილთან და ესე ახსენებდა ხოლმე ხშირად კვლევებს ატარებდა, ხშირად ჩამოდიოდა. ესე ვიცოდი უკვე ორავილი. არ მქონდა ოღონდ დაგეგმილი, როცა შარშან გრძელი ბერლინში ასე კეთებდი ბოდიში. ბერლინში ვსწავლობდი ფილოსოფიური დავამთავრე და მე თეატრმცოდნეობა ექსპერიმენტალური ფილოსოფიური სკოლის წარმომადგენელი ხარ. მე გავიზარდე ვენაში, ანუ დავიბადე საქართველოში, 3 წლიდან 13 წლამდე ვენაში გავიზარდე სკოლაში, დავდიოდი, მე საქართველოში და მე ისევ დავწავედი გერმანიაში, ვიცხოვრე 10 წელი და მე ვიბოდიალე. და დავიწყე მოგზაურობა ინდოეთში, შარშან. და ვიმოგზაურე კერალაში, გადავედი ჩრდილოეთში, ვიყავი ნეპალში და მე რაღაცა ის აქედან იქიდან მესმოდა ორავილი. მაგ მომენტში მივხვდი რომ მოდი წავიდეთ ორავილში. ძალიან ისეთი გადაწყვეტილება იყო რა. თავგადასავლური სიტუაცია მოიტანა და რომ ჩამოვედი აქ, მივხვდი რომ ძალიან მაინტერესებს როგორ დაფუძნდა, ანუ დედას, როგორც ეძახიან the mother და შრი ორობინდუმ დააფუძნეს. ფაქტობრივად უფრო დედამ, იმიტომ რომ შრი ორობინდუ უკვე გარდაცვლილი იყო. რაღაც 60-იანების დასაწყისში, 50-იანების დასასრულს თუ არ ვცდები. და მხოლოდ მისი ვიჟენით, ქართულად როგორ ხედვით, ხო? იმხელა ხედვა ქონდა, არა მხოლოდ მისი პერსონალური ხედვა, რაღაცა უფრო დიდ კოლექტიური სურვილი იყო, რასაც პასუხობდა ეს ქალი. ეს თანხმდრაში მოვიდა შენ მანამდე კითხულთა რაც ქონდა თუ ჩემს ხო, ანუ მე უბრალოდ მიყვარს, როცა მივყვები ინტუიციას და მედიტაციებს ვაკეთებ და ვცდილობ, რომ ვიყო ჩემ წინაპრებთან დაკავშირებით, ვიყო კარგად დაფუძნებული, რომ სად მიხმობს ჩემი ხმა. ანუ აქ იყო უდაბნო ამ ადგილას სადაც ახლა ვარ. რამოდენიმე საუკუნის წინ არ ყოფილა უდაბნო. უდაბნო იყო ინგლისური კოლონიალიზმის მერე, რადგან გაჩეხეს ხეები რა და ტყეები. და მე ამ ქალმა და თავისმა რაღაცა მეგობრებმა და კოლექტივმა ნელ-ნელა ესეთი ძალიან საინტერესო და განსაკუთრებული ადგილი შექმნეს, რომელიც ახლა რამოდენიმე წლის წინ, აი თავიდან რომ დავიწყეთ საუბარი, აიღო, ანუ თავიანთი თვითმმართველობა ჰქონდათ და ლეგისლატურა. და ინდურმა თაობამ აიღო წაართვა მათ ძალაუფლება, დე ფაქტო და ლეგალური.
და ანუ ეხა არჩევნებს აი რა გადაწყვეტილებები რო არის რო ხდებიან ოროვილის მთავრობა არ იღებს ინდური მთავრობა. მაგრამ ოროვილის მთავრობამ განაგრძო მუშაობა იგივენერად თითქოს ჩვეულებრივად, ანუ მუშაობენ და იკვლევენ და საინტერესო არის ეს ადგილი, იმიტომ რომ იწვევს სხვადასხვა ქვეყნის სოფლიოს სხვადასხვა ადგილებიდან ძალიან საინტერესო გამოცდილების პროფესიონალურ დოქტორები, ვიღაც საინტერესო ხალხს რა, ვისაც აქვთ მაგარი რაღაცა ნიშცოდნა თავიანთი კუთხის. და როცა ერთად მოდიან ის სხვადასხვა ასპექტების საინტერესო რისერჩების დონეზე ექსპერიმენტები ხდება ძალიან მაგარი. ხო, და ექსპერიმენტები ხდება ზუსტად ღია სივრცე არის ექსპერიმენტებისთვის ექსპერტიზიდან არ არის რაღაც სიდან, ანუ დიდ გამოცდილებაზე დაფუძნებული სხვადასხვა ერთად იკრიბება და რაღაცას ქმნიან. და ჩემთვის ეს საინტერესო არის, იმიტომ რომ როცა ვუყურებ და თვალს ვადევნებ საქართველოში მოვლენებს, ზოგადადაც მსოფლიოზე, მაგრამ ჩემთვის საინტერესოა განსაკუთრებით რაღაც, რატო დავიბადე ქართველად, რაღაცა მიზეზი უნდა გქონდეს ამას, ხო? ანუ რაღაც არის მინდა რომ თანამონაწილეობა მივიღო იმაში, რომ ცოტა უფრო ლამაზი მომავალი გქონდეს ჩვენს მომავალს რა. და ჩემი დაკვირვებით როგორ ვთქვა, არ ამგონია რომ ძველი სტრუქტურები როგორც მოქმედებს პოლიტიკურად იყოს გამძლე ან შესაძლებელი იყოს რაიმე ახლის შემოტანა, ცვლილების შემოტანა, რომ ჩვენ რეალურად გვინდა, აი ამავე ძველ სისტემაში და სტრუქტურებში. ანუ მე მგონია რომ თუ თვითონ სტრუქტურა იქნება პარლამენტული, ძალიან პრაქტიკულ დონეზე თვითონ სტრუქტურა არ შეიცვალა. ვინც არ უნდა შიგნით შეიცვალოს, აზრი არ აქვს. იმიტომ რომ მოცემულობაში ხვდები, ანუ აქ ინდივიდს ნაკლები ძალა აქვს ვიდრე სტრუქტურას და სტრუქტურებს. ბევრი ინდივიდი მინახავს, ვინც მაგანთებული თვალებით სტრუქტურაში შევიდა და მერე თვითონ სტრუქტურას დაემსგავს. ხო და ეს მე ვხედავ ამ კავშირებს და მოკლედ ეს კავშირები რაც აუrovilს ვეძახი, მაგრამ ოროვილა და იწოდება ხო როგორ ჩანს. კავშირები არის რა რაღაცნაირად საქართველოსთან და შეგვიძლია ეს ექსპერიმენტი რაც აქ პატარა მიწაზეა ჩვენ ქვეყანაზე ცოტა უფრო დიდ მასშტაბში ჩავოთ. ჩვენ იმიტომ ჩვენ დასაკარგი არაფერი არ გვაქვს. ევროპას აქვს დასაკარგი, იმიტომ რომ ეს სისტემა რაც ააშენეს ახლა მაგას ერთი ხელის მოსმით ვერ წაშლის. ამერიკასაც იმხელა უზარმაზარი სისტემა აქვს და სადაც სისტემა არ გვაქვს. იქ ადვილია ეგრევე ახალი სისტემის დაყენება უფრო რა. ნაკლები დესტრუქცია მოგვიწევს. ხო, თან ძალიან ისეთი რაღაცა ცოდნა წინაპრებისგან მოდის, ისეთი დიდი როგორ ვთქვა, ნუგეში არასწორი სიტყვა არის, ცოდნა, დარწმუნებულობა, რომ ძალიან მნიშვნელოვანი ღვაწლი, როგორც ინდივიდუალურად, მე მაგის მჯერა, რომ ყველას ინდივიდუალურად გვაქვს რაღაცა, რაც შეგვიძლია ღვაწლად ვაჩუქოთ გარემოს, ხო? და იგივენაირად ერების დონეზეც, აი ჯგუფების, კოლექტივების დონეზეც რაღაცა ღვაწლი არსებობს. იქიდან გამომდინარე რა ადგილასაც აღმოვცენდით, განსაკუთრებული ჩვენი თვისებებიდან გამომდინარე, რა შეგვიძლია რომ შემოვიტანოთ კიდევ უფრო დიდ კოლექტივში. ჩვენ თვითონ რომ ჩვენ ფესვებში უფრო და უფრო მდგრადები ხდებით და გავხდებით, ანუ იხსენებ ამნეზია ნელ-ნელა იხსნება, იმიტომ რომ ძალიან ძველიერი ვართ, დიდი ისტორია გვაქვს და განსაკუთრებული ისტორია არის თან ჩემთვის ძალიან საინტერესო და საყვარელი, რომ ერთად იგივე ადგილს ვცხოვრობთ, სადაც დიდი ხანია ვცხოვრობთ, მკვიდრნი ვართ ჩვენი მიწის. ამავდროულად, ოღონდ თან პატარა ქვეყანა ვართ და ამავდროულად ძალიან ბევრი შრე გავიარეთ ისტორიული დაპყრობების, თუ რაღაც ანუ მოწმეები გავხდით, დიდი იმპერიები როგორ მოდიოდნენ, აგვიყვანენ ჩვენს და სხვებსაც და წავიდოდნენ. რეალურად რო დააკვირდა, ახლა უმრავლესობა იმ იმპერიების ესე ინფორმაცია ყოველ შემთხვევაში აღარ არსებობს. ჩვენ ვარსებობთ კიდე. და ჩვენ ვარსებობთ კიდე და თან ოღონდ ამასთან აქედან გამომდინარე რომ ბევრი ერი მოვიდა და შრეები დაგვეფენა და არ იყო სასიამოვნო გამოცდილება მხოლოდ საბჭოთა კავშირზეც რო ვილაპარაკოთ, ანუ ტრავმა არის კოლექტიური და ამნეზიას იწვევს ეგ ტრავმა. როდესაც ვთქვათ რაღაცეები ჩვენი ისტორიის და ჩვენი კულტურის დავიწყებას მიეცა. და ძალიან ბევრი სიმდიდრე არის
ჩვენს ცოდნაში, ჩვენს მკვიდრ ცოდნაში და მაგასაც რო თავი დავანებოთ, რომ ძალიან ბევრი არის აღმოსაჩენი, რაც შეგვიძლია რომ ვაჩუქოთ და ღვაწლად გავაზიაროთ რა სამყაროში. უბრალოდ რაც უფრო მეტად ძლიერად გეხარ შენს ფესვებში, მით უფრო კარგად შეგიძლია მოქნილად კოლექტიურ მოვლენებს ჩაება. და მომავალშიც უფრო თამამად მიდიხარ, როდესაც გამყარებული ხარ წარსულში. რა თქმა უნდა. წარსულში ვერ გამყარდები თუ არ იცი ზუსტად ხო რა ხდება? აბსოლუტურად წარსული მომავალი აწმყო არის ერთი ის არის რა ქვია, ერთი ქსოვილი არის. ანუ არ არსებობს თუ წარსულთან არ აქვს ჯანსაღი ურთიერთობა, მომავალში ვერ წახვალ, ვერ გაფრინდები. იმიტომ რომ პრაქტიკულად გინდა თუ არა შენ ხარ დაკავშირებული და აღმონაცენი შენი წარსულის. ანუ თუ მან მისახედი არის რაღაცა და ტრავმები არის, კოლექტიური ტრავმები არის, შენ უკან დაგხევს, ანუ ვერ წახვალ წინ. ტრავმების მეტი რა გვაქვს? კოლექტიური, მით უმეტეს საქართველოში, მით უმეტეს ამდენი რაღაცა გავიარეთ. ეხლა კოლექტიური ტრავმები შეიძლება ოროულს არ გქონდეს, იმიტომ რომ 50 წლის დასახლებაა და ჩვენ 50000 არ ვიტყვი, მაგრამ ნუ რა ვიცი, ერთი 5000 წელი მაინც არის, რაც არა, რა 5000, 8000 წლის ქვევრი გვაქვს. რამდენი წელია ეხლა მაგ ადგილას ცხოვრობ და ამ წლის მანძილზე ეხლა რამდენი უბედურება მოხდა და ეს ყველა უბედურება, რაც შენ თქვი რომ ამნეზიას იწვევს, რაც დავივიწყეთ. ხო არ დავიწყებულა რეალურად ის კოლექტიური არაცნობიერში მიდის, ეს კოლექტიური არაცნობიერი სად არის? აგერ არის ჩემს ხეულში, ეხლა დნმ-ის სახით ხო? ეს ინფორმაცია არის თავიდან ბოლომდე, რაც აქამდე მოვიდა და ამ ინფორმაციაში წერია და ეხლა მე რო აქ რაღაცა ბლოკები მაქვს, რაღაცა ვცდილობ, არ გამომდის, რაღაცა მტკივა, რაღაც მიხარია და ჩემ თავს ვაბრალებ, თან მგონია რომ იცი რა, მე იმიტომ არ გამომდის, რომ არ ვიცი რა, სადღაც არ გამიმართლა ან რამე და საერთოდ ვერ ვაცნობიერებ, რომ შეიძლება აი ეს უკან რაც დგას, ჩემს უკან მთელი წინაპრების შტო და იქ არის ამისი პრობლემა რა და პირველად როცა მქონდა შეხება ამ წინაპრების თემასთან, ოჯახური განლაგება რო გავაკეთე, გამოვშტერდი, ისეთი რეაქცია მქონდა, რომ ანუ რანაირად როგორ შეიძლება რომ აი დიდი ბაბუა რო რაღაცა პატენს იმეორებდა რაღაც პრობლემას, ის პრობლემა იმას ვიმეორებდა ეხლა მე და საერთოდ აზრზე ვერ მოვდიოდა რა ხდება რა. ხო და აი მივედით ეხლა რა, აი თავარი თემა რაც გვაქვს ალაპარაკო და ჩემი აზრით სადმე ჩამოვსხდეთ და შევიდეთ სიღრმეებში. როგორ მოვიდა ეგ თემა შენამდე და რა არის წინაპართა საგვარეულო ხალხის კურნება? არის პროცესი, სადაც ვეხმარებით ჩვენს წინაპრულ ხაზებს, სადაც თუ არის და ხშირ შემთხვევაში არის ტრავმები და სიმძიმეები და ჯერ არ განკურნილი თემები, ვეხმარებით რომ გარდაიქმნას. მაგას ვაკეთებთ, თორემ პირდაპირ დაკავშირებით ძველ წინაპრებთან, ანუ ჩვენ ვაღიარებთ ამ პროცესში, რაც ცოტა სხვა მიდგომა არის, ვიდრე თანამედროვე ფსიქოლოგიური, აი შენ ახსენე სისტემური განლაგება, რაც ძალიან საინტერესო მეთოდიკა არის. განსხვავება ახლა ამ შემთხვევაში აქ ის არის, რომ ჩვენ ვაღიარებთ წინაპრებს როგორც ნამდვილ არსებებს. ანუ ჩვენ არ მუშაობთ ჩვენს რაღაცა ქვეცნობიერში არსებულ ჩვენს ნაწილებთან, არამედ მართლა ვაღიარებთ, რომ არსებობენ წინაპრები. ვაღიარებთ ასევე, რომ იქ წინაპრულ ველში არსებობენ რაღაცა განზომილებაში არიან, ასე ვთქვათ, ხო? ხო, ანუ არ არიან ხილვადები ესე გარე ჩვეულებრივი თვალისათვის, მაგრამ როგორც მატერიალურ სამყაროში არსებობს ბევრნაირი არსება, ხო, ხეები, ადამიანები, ცხოველები, ასე შემდეგ, თევი, ესე უხილავში არსებობს ბევრნაირი არსება. პრინციპში მაგას მთელი საქართველო აღიარებს, რომ ეს წინაპრები სადღაც არსებობენ, ხო? არის ზეციური საქართველო, ხო ვიცი. ხო, საქართველოში დიდი წინაპართა პატივცემის ტრადიცია გვაქვს გრძელი და ძალიან მდიდარი. რა ვიცით ეგ? ხო. ესე იგი ვაღიარებთ ერთის მხრივ რომ მართლა არსებობენ, რაც ბევრი ქართველისთვის ძალიან მისაღები იქნება. მეორეს მხრივ ასევე ამ მიდგომით ვაღიარებთ რომ ყველა წინაპარი იგივენაირად როგორც ადამიანები რა, არ არის მაინც და მაინც წინაპარი რო ხარ, არ ნიშნავს რომ ხარ უკვე ძალიან კარგ მშვიდ მდგომარეობაში.
წინაპრულ ველში არ ხარ ჯერ. არა ანუ გარდაცვლილება თავისთავად არ გულისხმობს სამწუხაროდ იმას, რომ უკვე კარგად ხარ. ოკეი? იმედია ხარ და ბევრიც არის კიდევაც, მაგრამ ნაწილი და სხვა ნაწილი, ან ბევრი ასევე არ არის კარგად. რაც უფრო მეტად, ანუ საიდან შეიძლება მივხვდეთ, ხო, კითხვა რომ დაასვა, ოკეი, საიდან მივხვდებით, კარგად არიან თუ არა. უნდა შეხედო შენს რეალობას. შენს ინდივიდუალურ ცხოვრებას, მაგრამ ასევე ზოგადად შენს საზოგადოებრივ, პოლიტიკურ თუ შენს ქვეყნის მდგომარეობას, ანუ რა ხდება შენს რეალობაში, აქედან შესაბამისად შეგიძლია დასკვნა გააკეთო. ირეკლება პირდაპირ. ძალიან მარტივია, მაშინ ჩვენ შემთხვევაში მაგ დასკვნას გამოტანა ჩვენი წინაპრები რა დღეში არიან. პროცესი იმაში მდგომარეობს, რომ ჩვენ ამ მიდგომით ჩემი მასწავლებლის დოქტორ დანიელ ფოერი ქვია და მისი შექმნილი მეთოდი არის, რაც შეიძლება უსაფრთხოდ გავაკეთოთ ეს. იმიტომ იქიდან გამომდინარე, ვიცით, რომ ყველა წინაპარი, ანუ ყველა წასული ერთნაირად კარგ მდგომარეობაში არ არის, შეიძლება ზოგი ჯერ არ იყოს გარდაქმნილი და თუ მაგათ მოვუხმობთ, ჯერ ეს ერთი მაგათვისაც არ არის კარგი, იმიტომ რომ მათ პროცესს აჩერებს, ასე ვთქვათ, ისე უკან აბრუნებს. და არ ვარგა უნდა გაიარონ ბოლომდე პროცესი და იყვნენ უკვე გაცნობიერებული ის არსებები, ანუ წინაპარი გაცნობიერებული არსებები, ჯანსაღი წინაპრების კოლექტივის ნაწილები, რომ შეეძლოთ ისევ აქეთ ყურადღების გადმოტანა და მათთვის არ იყოს ეს არასარგებლიანი. ოკეი? ანუ მაგათვისაც არ ვარგა და არ ჩვენთვის არ ვარგა. არის ერთგვარი ენერგეტიკული დაბინძურება, როდესაც ვიღაცა ყოველგვარი უპატივცემულობის გარეშე ვიძახი ამას. შეიძლება ძალიან გვიყვარდეს და ძალიან სათუთი ადამიანები იყვნენ, ვინც წავიდნენ, უბრალოდ არ არის მართლა ჯანსაღი და სარგებლიანი და სასურველი, რომ დაუკავშირდეთ მათ, სანამ ისინი არ არიან იმ მდგომარეობაში, იმ საღ და გათვითცნობიერებულ და ნათელ მდგომარეობაში, სადაც მათ შეუძლიათ პირიქით სარგებელი მოიტანონ, იმიტომ რომ მათაც არ უნდათ რომ დაგვაზიანონ რეალურად. ჩვენ ამ პროცესში გვინდა რომ დავეხმაროთ ზუსტად მათ, ვინც ჯერ არ არიან გარდაქმნილები და არ არიან კარგად და ვისაც სჭირდებათ დახმარება. ოღონდ ჩვენ მაგას არ ვაკეთებთ მათთან პირდაპირ დაკავშირებით. ჩვენ ვაკეთებთ ამას ძველებთან დაკავშირებით. იქ ვკავშირდებით, სადაც ჯერ კიდევ ეს ტრავმა არ მოხვედრილა. ანუ სანამ ბზარი წამოიწყო მოცემულ ხაზზე. ბზარი ნიშნავს, აი ყოველთვის არის ხოლმე თუ არის ტრავმა რაღაცა ხაზზე, რაღაც მომენტში იწყება ისტორიის რაღაცა მომენტში. საგვარეულო ხაზისათვის შეიძლება ეს იყოს მე-17 საუკუნე, შეიძლება ეს იყოს მე-2 საუკუნე, შეიძლება ეს წელთაღრიც ხვამდე. მაქსიღრმიდან შეიძლება იყოს. კი, შეიძლება ქვის ხანაში იყოს ხაზზე ისეთი ძალიან მნიშვნელოვანი რაღაცა, რაც იმ მომენტში ისეთი დარტყმა მიიღო და ვერ გადალახა და იმის მერე გაგრძელდა გადატანა საგვარეულო დონეზე. ისე რომ შთამომავლობას გადაეცა. ყველა ხაზს თავისი ისტორია აქვს, სად იწყება ეს. მაგრამ ჩვენ ვუკავშირდებით პროცესში იმ წარმომადგენელს, ეგრეთ წოდებულად წარმომადგენელს, ანუ სახე არის ეს უხუცესი, ესე ვეძახი რა, უხუცეს წინაპარ, უხუცეს საგვარეულო ხაზის, არის წარმომადგენელი იმ ხაზის კოლექტიური სიბრძნის, სიმდიდრის, აი იმ ნაწილის, ვისაც ახსოვს ზუსტად იმ ხაზის სიმდიდრე. ოკეი. ახსოვს ძალიან კარგად ცნობიერად იცის ვინ არიან მართლა, რა შეუძლიათ, რა არის მათი უნიკალური თვისება. ყოველ ხაზს გააჩნია თავისი უნიკალური, ძალიან მაგარი თვისება და სიმდიდრე. ყოველი ხაზი არის როგორც აი მზის სხივები, ერთი იმიდან წყაროდან ამოდიან, მაგრამ უნიკალურია. არც ერთი ხაზი არ მეორდება იგივე. ამ ხაზებს რაღაცა თავიანთი მისია აქვთ, ასე ვთქვათ, ესეთი საგვარეულო მისია ან რამე. ეგრე შეგვიძლია ვუწოდოთ, როგორც ყოველი არის როგორც ძაფი ერთი ხალიჩის. ხვდები, ერთი დიდი რაღაცა ნაკსოვის ყოველი ნაწილი მნიშვნელოვანი ელემენტი არის სიმთელის. და იქიდან გამომდინარე რა უნარები აქვთ, რა ბედისწერაში რა უწერიათ, რა თემები, რა ტრაექტორია სულის განვითარების, ხო, ხაზის კოლექტივის, იქიდან გამომდინარე გამოწვევებიც ექნებათ. ყოველთვის საინტერესო არის ხოლმე დაკვირვება, რომ ვთქვათ, განსაკუთრებული სიძლიერე თუ არის ერთი ხაზის, ვთქვათ, ძალიან ცეცხლოვანი ხაზი არის, დიდი ძალაუფლება აქვს და ცეცხლის ელემენტთან არიან დაკავშირებულები, გამოხატულებასთან, ამ ძალის და კრეატიულობასთან მზის ენერგია ვთქვათ. ამის მეორე მხარე რა არის, რომ შეიძლება დიდი ზიანი მოიტანო ამ ძალაუფლების მქონით თუ გადაგვარდა, ხო? აი, ბოდიში, რა არის მეთოდი, ანუ ამ წინაპრებს როგორ უკავშირდებით ახლა რაღაცა მისტიკაა რამე, სადაც
ან წინაპრებთან დაკავშირება წინაპრებთან დაკავშირება არის ისეთი ჩვეულებრივი რაღაცა, რაც კი ვარსებობთ ადამიანები დედამიწაზე, ამას ვაკეთებდით და სხვათა შორის დღესაც, სადაც არ არის წყვეტილი კულტურაში, ისეთ კულტურებში, სადაც დღესაც აგრძელებენ თავიანთ ტრადიციებს რა, წყვეტილის გარეშე ეს ჩვეულებრივი ამბავი არის, რომ შეგიძლია დაუკავშირდე შენს წინაპრებს. ჩვენ და წინაპრები ვართ ერთი სიმთელე, ანუ ერთი მთელი არსება, ერთი მიცელიუმი ვართ მთელი ადამიანების ორგანიზმის. ამიტომ ერთ-ერთი ნაწილი თუ ამოვარდება მდგომარეობიდან რა, რაღაცა ის ექნება, რა ქვია, არასასარგებლო სახეცვლილება, ეს აირეკლება მეორე ნაწილს და პირიქით ერთმანეთზე გვაქვს დიდი გავლენა. ჩვენს მეთოდიკაში, ამიტომ ჩვენ ვუკავშირდებით იმ ძველ დროში, სადამდეც არის საჭირო რომ დავბრუნდეთ და ეს ცოტა ისე ჟღერს ძალიან, ვაუ, როგორ ბრუნდებით დროში. მედიტაცია თუ გაგიკეთები, ან უბრალოდ რაღაცასთან, აი რაღაცას რო უხმობ შენთან, შეგიძლია და გრძნობ რეზონანსს ამაზე. რაღაცა კავშირი დგება, როგორც მე შენ რო გელაპარაკები, ჩვენ შორის კავშირი შედგა. იგივენაირად არ არის საჭირო რომ მხოლოდ ხილვადი არსება წარმოვიდგინო, ვისთანაც შემიძლია კავშირი დავამყარო, შემიძლია ანუ განვიზრახო, რომ დავუკავშირდე, ან წინ წამოიწიოს ჩემი ოღონდ ჯობია რომ განვასხვაოთ ბრძენი, ძველი, სიყვარულში დაფუძნებული წინაპარი და იგრძნობ, ანუ უბრალოდ ეს შეგიძლია გამოცადო, იმიტომ რომ იგრძნობ მაგ დროს, იცი როგორი შეგრძნება არის კონტაქტის. ანუ რაღაცა მედიტაციურ მდგომარეობაში შედიხარ. მედიტაციურ მდგომარეობაში. და მოხმობას აკეთებ. მოხმობას აკეთებ, ოღონდ იცი შემისტრიალი და რაღაცა ეგეთი არის. შენ ხარ, ანუ იქიდან გამომდინარე, რომ შენი სხეული არის ეგრეთ წოდებული პორტალი წინაპრების, ანუ მთელი შენი DNK, მთელი შენი სხეული არის შენი წინაპრების მიერ ნაჩუქარი. მაგათ გარეშე ვერ მოხვიდოდი ამ განხორციელებაში, ხო? ამიტომ შენ სადაც მიდიხარ, მხოლოდ შენი სხეული, შენი ხმა, შენი განზრახვა, შენი ყოფა საკმარისი არის იმისათვის, რომ მოუხმო და დაუკავშირდე წინაპრებს. ამაზე ზე ბუნებრივი არაფერი არ არის. და ყველა კულტურა, რომელიც ძველი უწყვეტელი ტრადიციის მქონე კულტურა არის, იცის ეს და არ არის ეს რაღაცა სპირიტუალისტური მიდგომა, ეს არის ბუნებრივი, ჩვეულებრივი მიდგომა. ყველა ვართ, გვინდა თუ არა, ცნობიერად თუ არა, დაკავშირებულები ისედაც წინაპრებთან, ოკეი, ეგრე არის. მაგრამ სარგებლიანი დამოკიდებულება და კავშირი თუ გვინდა რომ გავაკეთოთ, კარგი არის რომ ვიცოდეთ განსხვავება. ანუ როდესაც უკავშირდები, კაია უკვე რომ ცნობიერად განიზრახავ და გინდა რომ ცნობიერად დაუკავშირდეთ, შენი ცნობიერი სურვილიდან მოდის ეგ უკვე დიდი ნაბიჯი არის და მე როცა იცი განსხვავება და უხმობ შენთან ბრძენ ძველ სიყვარულში აი და კურნების შემდეგ რა ხდება? წინაპრულ ველში როცა ცვლილება ხდება, ნიშნავს, რომ ეს ჩვენს ველში ხდება, ასევე ანუ ჩვენს სხეულებრივ დონეზეც ხდება, ჩვენს DNK-ში ხდება და არა მხოლოდ ჩვენ, აი ვთქვათ, ის ვინც ამას აკეთებს, არამედ ვინც იმ ხაზის შთამომავალი არის, მასთანაც ხდება ძვრები. ერთ-ერთი ჩემი მეგობრის ასევე იმას გიხსენებ, რა ხაზეც წამოვიწყეთ მუშაობა. რამოდენიმე დღეში თუ ერთ კვირაში მოკლედ ცოტა დროის განმავლობაში ისეთ მან ისეთი ნათესავი დაუკავშირდა, რაც არ იცნობდა და რაღაცა ანდერძე იყო ლაპარაკი იმ ხაზის, ანუ ეგეთი პირდაპირი შედეგი აქვს ხოლმე. აი წინაპართა ხაზის განკურნების მერე რაღაცა ანდერძი მიიღო უცნობი ნათესავის. დაუკავშირდა. რა მაგარია. ანუ ეს იმიტომ არის, რომ სასწაული არის კი. თან სასწაული არის და თან ძალიან, აი რომ დაუკვირდე ლოგიკურად, ძალიან ჩვეულებრივი არის. როდესაც რაღაცას თქვა დაავადება თუ აქვს მცენარეს ან ხეს, თუ მიმართავ საფუძველში და იქ გამოაკეთებ, თავისთავად რომ ის გვირგვინი მერე გამოჯანსაღდება. აი რა შედეგი უნდა დადგეს, რომ თქვათ, რომ განიკურნა ეს ხაზი. ამას აი უშუალო კავშირში შენს უხუცესთან მანდიგებ. უხუცესი არის შენი ისაკეთებს რეალურად. ჩვენ უბრალოდ მიგვაქვს და ხიდს ქმნით ცოცხალსა და განზრახვას ვაფიქსირებთ. ამას თავისი ჯაჭვი აქვს, უკუ კავშირი დგება, იმიტომ რომ ჩვენი მხრიდან საჭირო არის დაკავშირება ცოცხლების მხრიდან და გარდაცვლილების მხარეს ერთი მთელი ის იკვრება ეს ხიდი.
კაი არის რომ კარგ ადგილას დავაკავშიროთ მაგიტომ და ცნობიერად. და მე იმას ვაძლევთ ოღონდ იმ ზედამხედველობის და პასუხისმგებლობის, იმიტომ რომ ჩვენ არ აგვაქვს მაგისი გავლენა. კი ბატონო. ცოდნაც არ აგვაქვს შესაბამისად. კიდევ რა აი ყოველ დღიურ ყოფაში მაგალითად აი ჩვეულებრივმა ადამიანმა, ну არ ვიცი, უმრავლესობა ქართველების ახლა მორწმუნეები ვართ, რაღაცა ლოცვებში წინაპრებს ვიხსენიებთ ხოლმე, აუცილებლად ახლა დილის ლოცვებს რო გადაშლი, იქ არის ერთი მონაკვეთი წინაპრების მოსახსენიებელი, სადაც სახელები უნდა წაიკითხო, ასე შემდეგ ეკლესიაშიც რაღაც აღვავლებთ ხოლმე მოსახსენიებელ ლოცვებს და ვიხსენიებთ ხშირად. აი ამ პროცესში რამე რჩევასავით ხო არ მოხცემდი, რა შეიძლება გავითვალისწინოთ, რომ ეს ჩვენი მოხსენება და ლოცვები ან უფრო ეფექტური იყოს, ან რეალურად იმუშაოს. იცი რა არის საინტერესო მათე რომ მართლა აქვს ამას ძალა. ერთ-ერთი ვისთანაც მუშაობდი, ეს სანამ დაიწყებდა ჩემთან მუშაობას, უბრალოდ რაღაცნაირი ესეთი ის ქონდა, რა ქვია, ძალიან დიდი სურვილი და წლების განმავლობაში ის ეკლესიური, ანუ ქრისტიანულად ეკლესიური არის და ან მოკლედ რიტუალებს ატარებინებდა ბერებს ეკლესიაში და ძალიან საინტერესო იყო ჩემთვის, როდესაც ის ხაზი ვიცოდი, რომ ეს ყურადღებით ყავდა მანამდე, ნაზრუნარი მათზე, ისეთ კარგ მდგომარეობაში იყო ეგ ხაზი, რომ წამოვიწყეთ, ძალიან ცოტა ხანი დასჭირდა მან კურნებას, ანუ მართლა აქვს მაგას ძალა. სანთელსაც რო ანთებენ, მართლა აქვს ძალა. მათ მოხსენიებას მართლა აქვს ძალა. ამიტომ აი ეგ უკვე რო ვიცით, კაი არის და არ არის უბრალოდ აი სიმბოლო მხოლოდ არასდროს არ არის, ან მართლა რაღაცა შვება. და ეგ მე ეგ რო ვიცით რომ მართლა არსებობენ და არ არის უბრალოდ რაღაცა ჩვენს მოგონებებში კი არ არსებობენ, მართლა არსებობენ. და იმ მომენტში, როდესაც ჩვენ რაღაცა ვთქვათ, ეხა აღდგომა რო იქნება კვერცხს გავუგორებთ, თუ რაღაც ღვინოს დავასხავთ საფლავზე, თუ სანთელს დაუნთებთ, ეს მომენტი შეიძლება ძალიან ტკბილი იყოს, რომ იცოდე რომ მართლა არის იქ, სადაც არ უნდა იყოს და იმ მომენტში იმას ძალიან უხარია, რომ ამას აკეთებ და აძლევ ძალას იმითი, ამ სიყვარულის ძალას აძლევ და ამხნევებ, რომ სადაც არ უნდა იყოს, რა ადგილზეც მის პროცესში ეხმარები ამითი. შენ აი ისე ლაპარაკობ ხოლმე წინაპრებზე, რომ აი იგრძნობა რომ რაღაცა ესეთი კავშირი გაქვს ძალიან ახლო მეგობრული. ხო. მაგაც ყოველდღიურობის ნაწილია, ასე ვთქვათ, შენი მათთან ურთიერთობა? კი, ეს იყო ჩემი ერთ-ერთი, რაც წამოვიწყე, რაც მოვიდნენ ესე პირდაპირ ჩემს ცხოვრებაში, შემოვიდა მათთან დაკავშირების თემა. მანამდე უბრალოდ ეს არ მქონდა ესე გააზრებული, ხვდები? მე რომ მივხვდი, რომ ყოველთვის ვიყავი კავშირში. რაღაცა ამ შეგრძნების დონეზე და ყოველთვის ვიზიარებდი მათ, იქნება ეს წუხილი თუ სიხარულს თუ ასე შემდეგ რა, ანუ კოლექტივის ნაწილი რო ხარ. და ოღონდ რაც ეს გაცნობიერებულად წამოვიწყე, ძალიან დიდი ის შემოიტანეს ჩემს ცხოვრებაში. ძალიან საინტერესო მიმართულება, იმიტომ რომ გამახსენეს ბევრი რაღაცები, ბევრად უფრო კონკრეტული გახდა ჩემთვის, რაც ისედაც მანამდე ვიცოდი და ძალიან ბევრი მხარდაჭერა მომცეს, რომ ზუსტად იმაში ხელი შეეწყო. რამე ანდერძი მიიღე შენ? კი. და თქვა უნდა. მართლა? მართლა. აი ხა მთელი ჩვენი ახალგაზრდობა ამ აქციებს უყურებთ ხო რუსთაველზე და აი ეს აქციები რაღაცნაირად სხვადასხვა ფორმებში ვლინდება რა და აი ეს ამ ფორმების დინამიკაზე დაკვირვება როგორ განიცდის ცვალებადობას ძალიან საინტერესოა აქ შეგვიძლია ამოვიკითხოთ რაღაცა ნიშნები ასე ვთქვათ ევოლუციის, ცნობიერების ევოლუციის რა და ანუ მოკლედ რო ვთქვა აი ხა ჩემთვის ძალიან საინტერესო იყო აი ზუსტად ამ წინაპრების კუთხიდან გამომდინარე ფოტოების სესია რომელიც ვრცელდებოდა
არ ვიცი ნახე თუ არა, ერთ-ერთი დიზაინერია, მხატვარი და გრაფიკოსი დათო სიმონია, რომელიც ხატავს ხოლმე რაღაცა ესეთ მითოლოგიური ნახატებიც აქვს და რუსთაველზე, ეს აქციის ფოტოებში ხატავდა ჩვენ წინაპრებს, ასე ვთქვათ, ან თამარ მეფე ქონდა ჩახატული სიტუაციის მიხედვით, ან რაღაც ქუცა ჩოლოყვაშვილი, ან რაღაც ესეთ სხვადასხვა წინაპრები რა და აი ნახაც რო შეხედავდი, ნახაც რა იმას. აი რაღაცა მოდიოდა თანამყოფობა რა და ეს ფოტოები ძალიან ასე ვთქვათ პოპულარული გახდა სოციალურ ქსელებში, ხალხი აზიარებდა რომ აი ვაიმე მეტირება და რაღაც ესეთი ამბები იყო და აი მაგას გრძნობდი რომ აი ამან თითქოს რაღაც აი დიზაინიდან რაღაც აი ეს წინაპრების ხაზის კურნება დაიწყო ინტუიციურად რა. შეიძლება მან სულაც არ იცის ის რაზეც ახლა საუბრობთ, მაგრამ ეს რაღაც კურნების პროცესი თითქოს აი კოლექტიურად დაიწყო და კიდე ერთი საინტერესო მომენტი იყო ის დროშის აღმართვა იყო გორგასალს რო დროშა დააჭერინეს. აი ეგეც საინტერესო იყო, აი თითქოს რაღაცა ენერგეტიკული კავშირი გაება წინაპრებთან და ამათ შორის. ვირალომაზი პროექტი არის სიმონიასი და კრეატიულად ვუდგებით აი ესეთი ისინი რა ქვია შემთხვევები, რომ ძალიან ბევრი სიყვარული და სინათლე თან შემოდის ამ იმაში და ცნობიერება მოქალაქეობრივი, ანუ პარტიული ცნობიერებიდან რო არ ხდება ეს გამოხმაურება იმისი, რომ ჩვენ გვინდა შევძლოთ ჩვენი ხმა, ჩვენ ხმას ძალა კონდეს. ანუ ესეც არის ერთგვარი კურნება. გვჭირდება ყოველთვის რომ ვიყოთ დაფუძნებულები რაღაცაში, რაც არის უფრო ვრცელი, ბრძენი რომ მარტოები არ ვიყოთ ამაში ინდივიდუალურად და კოლექტიურად ესეთი ცვლილებები რო ხდება, ჩვენი კოლექტივიც ერთდროულად კიდევ უფრო დიდ კოლექტივში იყოს დაფუძნებული, რომელიც არ არიან ის გადაულხავი ისტორიული თემები, არამედ უფრო ქვევით, უფრო შორს და ღრმად. და მაქვს დასამატებელი ის მაქვს, რომ ძალიან ვუყვარვართ წინაპრებს. ეხაც მესმის, რომ ძალიან ვუყვარვართ და ეგეთი ის აქვს, რა ქვია, როგორც შენ საყვარელ ბებია, ბაბუა რომ ამაყობს შენით, ხო იცი, ოღონდ ესე მოქნილად და ერთი სული აქვს, როდის იყოს მზად, რომ ხელი შეგიწყოს. ხო, ეს გინდა გადადგა ნაბიჯი იმისკენ, შენი შემართება რაც არის, ვისთვისაც ხარ აქ, რომ მეტი სიკარგე და სიკეთე მოუტანოთ ამ სამყაროს. მზად ვართ, ესე დაგვიკავშირდით, ეგრე არიან რა, ძალიან მზად არიან და მაგიტომ ერთობლივი ძალებით შეგვიძლია რომ ცოტა უფრო ლამაზი სამყარო შევქნათ ერთად. ო, ნეტავ. რაც ისეთი ლამაზი, როგორც შეგვიძლია ვთქვათ, რომ არის აქ ოროვილში, ყოველ შემთხვევაში მცდელობა მაინც. აქაურობასაც აქვს თავისი რაღაცა მინუსები, რაღაც შეცდომები შეიძლება აქაურობამაც დაუშვა, მაგრამ მაგის განტაზღვრული რა თქმა უნდა არავინ არ არის.